ამბავი შერიგებისა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. დაიბადა ასულის ოსლანისა. 1193-23-11. მოვიდა გამზრდელი მეფის ქმარისა, ვარამ გაგელი. თქვა, სოსლანმა მთხოვა მისივე სახელით მომელოცაო, მომართვა ოქროს სამკაული დიდი გველის თვალითა. პატარისთვის ოქროს ჯვარი ხელსაბამითა. შემოთვალა, უფალმა ქალი გიბოძა. ძე გყავდა, ქალი გინდოდაო. მივხვდი, ელოდა ძესა. გახარებული ვიყავი. პირობა დავიცავი. ჩემი ნდობა დაუბრუნდა სოსლანსა. მისთვის ქალი გაიმეტა უფალმა. ახლა თვითონ უნდა დაეცვა თავისივე პირობა. გაგელი მატყობინებდა. ძველებური შემართებით იბრძვისო. ლაშა გიორგის დაბადების მეოთხე თვეს მივედი ხერსა. შევხვდი სოსლანსა. მარტის 8-სა მოუბრუნდი ვარძიასა. ვიხმე შოთა. მერე 3 თვე არ შევხვედრი ვარ მემკვიდრის მამასა. ზაფხულსა მივედი ვარძიასა. მოვიდა ვარდანი, დიდი ძმა შოთასი. თქვა, ივანე აბუსერისძე იყო პატრონი არსიანის ციხისა. მეფე გიორგი მციხე გადასცა მამის მტერსა ლიპარიტსა. იმან მამის შურით ციხე დააქცია. მეფემ ჩემივე ძმის ხელით ციხე აღადგინაო. ვიცი მეფე გაიღებდა ხარჯსა. მამის მემკვიდრე მე ვარო. მინდა მეფემ ციხე მიწყალობოს ვითა მამის მემკვიდრესა. თუ მეფე ისურვებს სხვა ციხე მისცეს ჩემივე ძმასაო. ვუთხარი, მეფე გირგიმ ციხე ამბოხის მერე წაიღო. ივანე აბუსერისძე სიკვდილს გადაურჩა, ციხე დაკარგა თქო. მეფემ მე ამბოხეს ნაქონი ციხე უწყალობა მისივე ერთგულსა თქო. ციხე დარჩენოდა ლიპარიტსა, მემკვიდრე მისივე ძე იქნებოდა თქო. ლიპარიტი განუდგა მეფესა. მე წავიღე ჩემივე ციხე. ვუწყალობე ვითა მეფის ერთგულსა, შენივე ძმასა. შენი სამკვიდრო ციხე არ მიმიცია თქო. ივანე აბუსერისძის მამულები გერგოვითა მემკვიდრესა. ციხის აღდგენა მეფის ხარჯით შენივე ძმა მიკისრა. მე ციხის პატრონად დავადგინე თქო. ვარდანმა თქვა, თმოგველი ამბოხის მონაწილე იყო, ციხე დარჩაო. ვუთხარი, თმოგველი ამბოხის დასრულებამდე შემოერიგა მეფე გიორგიმ. ივანე აბუსერისძე მიემხრო ორბელსა ვითა მისივე ნათესავსა. მეფე გიორგი მე ამბოხეს ციხეს ვერ დაუტოვებდა თქო. მითხრა, ციხე თუ არ დამიბრუნდა, მეფეს ვერ ვუერთგულებო. შევუთვალე შოთასა, მოდი დაიცავი შენივე ციხე, ვარდანი მემკვიდრე ყოფილა, მეფისგან ციხის დაბრუნებას ითხოვს თქო. ვიპოვე მიზეზი შოთას ხმობისა. თურმე ეგონა, მეფე გამინაწყენდა, უნდა ციხე წაიღოსო. სოდნია ამბავი ვარდანსა. დრო იხელთაო. თურმე უთქვია, მეფე თამარი დავკარგევ, კარგავ მისივე ციხესა. მერჩივნად უსაღად დავრჩენილიყავიო. ვერ დაუდგებოდა მეფის ხმობასა. მოვიდა ვარძიასა. მეგონა იტყოდა, თხოვდა შერიგებასა. მოუტანია სიგელნი მეფისა. საბუთი ციხისა. სიგელი ტუსაღის შეწყალებისა. მითხრა, 7 წელი მეფე გიორგის ტუსაღი ვიყავი, ახლა მეფე თამარის ტუსაღი გავხდები. მივეჩვიე, გავუძლებო. იცოდე ერთი ტუსაღი შენივე ერთგულად დარჩება. ციხეს გიბრუნებ, ერთგულებას ჩემთვის ვიტოვებო. ვუთხარი, მეგონა შერიგება გინდოდა, შენგან ამას ველოდი თქო. შენი ტუსაღობა მდომოდა, არ შეგიწყალებდი. ციხე მდომოდა, არ მოგცემდი. გამოგარჩიე ვითა მამა მემკვიდრისა. ძე გაიზრდება, მეფე იქნება. თუ დაიქცევა სამეფო, შენი ციხე ვერ დაიტევს მეფის ტახტსა თქო. ქალი ვარ, პატრონი სამეფოსა. არ მივა მხედრობა, მოვა მტერისა. მიმძინდა. სარდალმა მოშურნეთა წყალობით დაკარგა ნდობა მეფისა. სოსლანი დაარწმუნეს, შოთა გახდებაო, სპასალარი მეფისაო. მომისწრო გაგელმა, ჭოჭმანობს, საბრძოლო სამზადისი გადადო, ვერაფრით დავარწმუნეო. ვითა შენ მოიტანე სიგელი წყალობისას, სოსლანმა მოიტანა სურვილი მეფის სპასალარის სახელოს დათმობისა. ვითა მრჩეველმა მეფისა, იფიქროს, მირჩიოს, მაჩვენოს გზა სამეფოს გადარჩენისა. იური რუსი გააძევა მეფემა. ვით დავარწმუნო სოსლანი, იგივე არელის მისივე ბედსა. მეფე ვარ, პატრონი სამეფოსა. დედა მემკვიდრისა. სოსლანის ხმალით გაზრდილი სამეფოს ტახტი ერგება შენივე ძესა, ვითა მეფის მემკვიდრესა. ძნელია ხვედრი მეფე ქალისა. მამა იბრძოდა ხმალითა. მე ვიბრძვი სპასალარის ხელითა. ნდობა მიეცა სოსლანსა, შეუტევს ჭარბელაქანსა. ხედავდა მხედრობა სოსლანის ჭოჭმანსა. იური რუსმა დაუკარგა ნდობა სარდლებსა. გაუძნელდათ სარდლებს მოგება ბრძოლისა. ვითა მეფე ვერ დაუშვებდი ამასა. დავიცავი სამეფო, ვითა ტახტი მემკვიდრისა, შენივე ძისა.
მინდა მოვისმინო რჩევა ჩემივე რჩეულისა. თქვას არჩევანი მეფე ქალისა. მოუბრუნდი, გაგანდე საიდუმლო შენივე ქალისა. იცის სოსლანმა, გამხელა მისივე სიკვდილია. მეფის საიდუმლო იცის ორმა კაცმა. ვიცი არ მოგინდება გამხელა. გათქვამს სიკვდილიელის მეორესა. ხარკი გავიღე ვითა მეფისა, ვითა მემკვიდრის დედისა. უნდა გაიღო ხარკი. ხარკი მემკვიდრის მამისა. კაცის გაზდრავალია მამისა. ვითა მეფე მივცემ ტახტსა. კაცის ხელი სჭირდება გაზრდასა კაცისა. მისმენდა ვითა უსულო, ქვაკაცი, მზერა გაყინული, ქანდაკება. მესმოდა გრძნობა კაცისა. ვითა მეფის და ქალის ერთგულისა. მინდოდა დამეცვა ღირსება კაცისა. მინდოდა ჰქონოდა ძალა ერთგული ქალისა. ვიცოდი ვერავინ გაიგებდა საიდუმლოსა. თავიდანვე იცოდა სოსლანმა, ჭირდებოდა სახელი უცხო უფლისწულისა, ვითა სახელი მეფის ქმარისა. არ მიმიცია პირობა ქალის ერთგულებისა. არ მომითხოვია ერთგულება ვითა მეფის ქმარისა, მივეცი სახელო მეფის სპასალარისა, ვითხოვდი ერთგულებას ვითა მეფის სარდალისა. მოძულეთა ხელმა დააეჩვე, მეფე პირობას ვერ დაიცავსო. ჩემი ნაბიჯი იყო შეუვალი პირობა მეფისა. მანამ მოვიდოდი მქონდა დიდი გორი ქალისა. ქალი ჰკიცხავდა მეფესა, შენმა მეფობამ ჩემივე ქალობა შეიწირა. სამეფოს ხსნა ანაცვალა ქალის სიწმინდესა. შენმა მეფობამ გათელა ჩემი ღირსება ქალისა. ვით მოუხმობ შენივე რჩეულსა. ვითა მეფე გვირგვინოსანი, თუ უპირო ქალი რჩეულსა. ჩემმა ნაბიჯმა დადგა სასწორი ორისა. დავძლიე სასწორი მეფისა, თუ დავძლევ სასწორსა ქვეყნისა. ორი ძე ორი მამისა. ვაი თუ დავთესე თესლი შფოთისა. ვაი თუ დავკარგე ნდობა კაცისა. ვიღა გაზრდის მემკვიდრესა. თუ კაცმა ვერ დასძლია ცოდვა მექნება კაცისა. დავდე სასწორსა ბედი ჩემივე მემკვიდრისა. გავზარდე ტვირთი ქალისა, ვით მოვერევი ტვირთსა მეფისა. მამა ნიკოლოს ვთხოვდი სიწმინდეს ტაძრისა, ვერ დავიცავი სიწმინდე კაცისა. თვალცრემლიანი შევთხოვ უფალსა, მომიტევო სისუსტენი ჩემნი. ბოლომდე უნდა ვზიდო ცოდვა ქალისა, ჯვარი მეფისა. ვერავის გაუმხელდი, ვითა მარტოსული, მიტოვებული სჯიდი ნაბიჯსა. დრო არ ითმენდა. გაგელმა მითხრა, მალე მხედრობის ნდობას დაკარგავსო. სოსლანის მოძულენი ამბოხს დაიწყებენ. შფოთავსო სპანი მეფისა. მეფის მემკვიდრე ჩვილია, ვით მოუარო მეორესა. ვის ვანდო მემკვიდრე მეფისა. ვის ჩავუგდო იმედი კაცისა. ვითა ქალი ვზიდავ ჩემივე წილსა ჯვარისა. ვინ წაიღებს წილსა ხარისა. ვინ ზიდავს ჯვარსა ქვეყნისა. შენ გერგო ტვირთი ზაქისა, ვითა რჩეულსა მეფე ქალისა. შენვე მოგიწევს გაღება ხარის ხარკისა. ვიცოდი ძალა ჩემივე რჩეულისა. უცხო მეფეთა უფლისწულთა ვარჩიე კაცი, ჩემივე მთებისა. ვითა ხარი უღელსა, წაიღებ ჭაპანსა ჩვენივე ქვეყნისა. ვითა მეფე, დავიცავ სახელსა კაცისა. ვიცი ძნელია, გული გატკინე ვითა კაცსა. ვიცი ძნელია მოერიო ბრასსა კაცისა. დაიხსომე, შენ ხარ რჩეული ხელმწიფისა, დამცავი მეფის სახლისა, დამცავი მემკვიდრისა. შენივე მოდგმის სახელისა. ბაგრატოვანთა ზეობის დასასრულია. შენივე მოდგმამ უნდა წაიღოს დროშა ქვეყნისა. შენივე მოდგმა შენივე საქციელით განსჯის შენივე სიმაღლესა. ვითა ქალმა გავიღე ხარკი, დავძლიე ჩემივე პატივი. ვეცადე გადამერჩინა ქვეყანა შენივე მოდგმისა. ბაგრატოვანთა არ დაუხრიათ დროშა ქვეყნისა. მეფეთა ხვედრი მძიმეა, მძიმეა ხარკი მეფეთა მოდგმისა. დრომ გამოაჩინოს სიმართლე ჩემივე არჩევანისა. ფასი დიდია უფლის წვენისა. შენ გერგო ოცნება ბევრი უფლისწულისა. არ ვისურვე მეფობა უცხო თესლისა. სასწორსა დავდე სახელი მეფისა. გამოვარჩიე კაცი ქართველთა ღირსეული მოდგმისა. შენივე ხელით მოგიწევს დაწერა შენივე ტრაგედიისა. ან ხოტბა შენივე მეფისა. ესვრიან ტალახს შენივე მოდგმასა. შენვე მოგიწევს სიდვა ტალახის მთებისა. იცოდე ფასი დიდია ხარის ხვედრისა. მე განვეკითხები ხვედრითა ქალისა. შვილთა ერქმევათ მოდგმა კაცისა. შენ გევალება დაცვა მოდგმისა. გამოვარჩიე ხვადი ლომისა, დაიცავი შენივე ნაშიერი ვითა სამიზნე სხვა ხვადი სტორისა. ხვადი მოერევა ძუსა, თუ არ ექნება იმედი თავისივე ხვადისა. ძუს ბევრი გაუჩენია, სხვა ხვადი გამოჩენია. სხვა მოკლავს შენივე ბოკვერსა. ძუ ვერ დაიცავს ნაშიერსა. ბრალი ხვადისა იქნება. უნდა მოერიო შენივე თავსა. ვითა ძუ ვჯაბნი ხვადსა, ჩემივე ხვადის ხელითა. ვიცი ლომი დაიცავს თავისივე ბოკვერსა. მანამ ბოკვერი ლომად იქცევა, დასაცავია მამისა. ძუ და ბოკვერი შენია, სხვა ხვადსა რა დარჩენია. განსაცდელი წვრთნა ჩვენივე სულისა. მიტევება ნიშანი დიდი ძალისა. ვითა ქალმა მოგიტევე ლოდინი. დუმილი ტუსაღისა. უფალმა მოგცეს ძალა შენივე თავის ძლევისა. დავდუმდი.
ველოდი პასუხსა ხვადისა. ხვდებოდა არ მქონდა არჩევანი ვითა მეფე ქალსა. კაცი ვერ ერეოდა ღირსებასა. იდგა ვითა ქვაკაცი ყინვასა. მინდოდა ეთქვა სათქმელი კაცისა. ვიცოდი გაუძლებდა. მე დავიცავდი კაცის ღირსებასა. იცოდა სხვისი გაზრდილი მემკვიდრე არ მიიღებდა მამასა. იცოდა ვერავის ვანდობდი მემკვიდრის გაზრდასა. მიხვდა მეფის საუბარი შეფარვით თხოვნა იყო პატიებისა. დავიცავი ღირსება ამაყი კაცისა. ხედავდი კაცი ებრძოდა თავისივე გულის თქმასა. დიდია ხარკი მეფისა. დიდია ხარკი დიდი კაცისა. თითქოს შორიდან დაბრუნდა. დაეტყო ნიშანი სულიერისა. შემომხედა. იცავდა წესსა. მეფისგან მოშორებით დგომისა. მოახლეს არ ჰქონდა უფლება 10 ნაბიჯით ახლოს დგომისა. სტუმარსა მეფის ქვეშევრდომსა ჰქონდა უფლება მეფისგან 20 ნაბიჯით შორს დგომისა. ელჩებსა უცხო მეფისა. არ ჰქონდათ უფლება უმოკლეს 30 ნაბიჯისა. მითხრა, მომეცინება ახლოს მოსვლისაო. მივხვდი კაცმა სძლია მისივე თავსა. ვუთხარი, გიბრძანებ, მიუახლოვდე მეფესა მიახლო შენივე ქალსა თქო. მოვიდა მამა მეფის მემკვიდრისა, კაცი მისივე ერთგული მიჯნურისა. მითხრა, მადლიერი ვარ, კაცის ღირსება დაიცავი. ვერ ავიტანდი საყვარელი ქალის დაკარგვასაო. მემკვიდრის ბედი მზარავდა ვითა მამასაო. მზად ვიყავი სოსლანი მომეკლა. ვიცოდი არჩევანი არ დაგიტოვაო. ჩვენივე ხარკი იყოსო. სიკვდილი მერჩივნა შენივე დაკარგვასაო. ვუთხარი, მოემზადე ზაფხულს მეფე გეწევა შენივე ციხესა თქო. ბედნიერი ვიყავი. ვიცოდი ფასი კაცისა. ვუფრთხილდებოდი სახელსა მემკვიდრის მამისა. ვენდობოდი ჩემივე რჩულსა. ვიცოდი გაიტანდა. მიჰქონდა უღელი ვითა ზაქსა მეფისა. ვერ ვინ მოგვერია. ვერაგმა სენმა დამჯაბნა. ვიცი მომერევა. გაგუღრის საწუთრო სოფლისა. მანამ შევძლებ გავუმკლავდები. მიმძიმს. მარტო ვერევით კივილსა. ვიქნები ვითა მუზა, ვითა ქალი ჩემივე ერთგული კაცისა. დაეიყოს ნებანი უფლისა. ვიცი დაიცავს ჩემივე მემკვიდრესა. მრჩება იმედი კაცისა. ვევედრები უფალსა, მომცეს ძალა გაძლებისა, მანამ ლაშა შესძლებს მეფობასა. უფალო მიეცი ძალა კაცსა, სიდოს ჭაპანი ხარისა.